2025 წლის პირველი 9 თვის საგზაო შემთხვევების სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში ავარიების, დაშავებულობის, ლეტალობის მაჩვენებლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია. Ამ საკითხზე მედია ჰოლდინგ კვირას პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაცია საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის გამგეობის თავმჯდომარემ ეკალ ალიაშვილმა ისაუბრა. ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზად კვლავ სიჩქარის გადაჭარბება სახელდება. ეკალ ალიაშვილმა საგზაო შემთხვევებზე არსებულ პრობლემებზე, გამომწვევ მიზეზებსა და პრევენციულ ღონისძიებებზე ისაუბრა. Ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე საგანგაშო ვითარებაა ჩვენს გზებზე, იმიტომ რომ მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით არის გაზრდილი 14%-ით დაღუპულთა ოდენობა წინა წლის იგივე მონაცემებთან შედარებით, ანუ ჯამში არის 345 ადამიანი დაღუპული საგზაო შემთხვევებში წელს. შეეხება თავად საგზაო შემთხვევებს არის 4000-ზე მეტი შემთხვევა, 4480 შემთხვევა და რაც არის ასევე 9%-ით მეტი წინა წლის იგივე პერიოდთან და არის დაზიანებულთა რიცხვი 6000-ზე მეტი, რაც 11-12%-ით მეტია წინა პერიოდთან. წამყვანი მიზეზები არის საპირისპირო ზოლში გადასვლა და მოძრაობის გაგრძელება, არის მოხვევის წესების დარღვევა, არის მანევრირების წესების დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბება, ანუ ეს ჩამონათვალი არის წამყვანი, მაგრამ სიჩქარის გადაჭარბება ყველაში არის კომბინაციაში და ამიტომ სიჩქარეს ყოველთვის ლიდერად მოვიხსენიებთ ესეთ ფატალური შედეგების გამომწვევ მიზეზებში. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ლიმიტები იქნეს შემცირებული და სიჩქარის კონტროლი იყოს განსაკუთრებულად აღსრულებული. საშუალო და დაშვებული სიჩქარე არის დღეს 60 კმ/სთ ქალაქის გზებზე. თუ ჩვენ ამ ტოლერანტულ ზღვარსაც გავითვალისწინებთ, 75 არის იმდენად მაღალი, რომ მხოლოდ ამას შეუძლია მაღალი ლეტალობა მოგვიტანოს საგზაო შემთხვევის დროს. აუცილებელი არის და ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ ქულათა სისტემის ადმინისტრირება მოხდეს კამერების მეშვეობით, უნდა იყოს ავტომატურ რეჟიმში ქულათა ჩამოკლება სიჩქარის გადაჭარბებაზე. წერალთა სახლისა და საერთაშორისო კულტურის ცენტრის ორგანიზებით სამდღიანი ლიტერატურული მარათონი არა კი გაიმართება. ღონისძიება 14 ნოემბერს კახეთში, სოფელ შილდაში გაიხსნება. ორგანიზატორთა განმარტებით პროექტის მიზანია 10 მონაწილე ავტორის, პოეტებისა და პროზაიკოსების მიერ ისტორიულ მხატვრულ ეპიზოდებზე დაყრდნობით შექმნილი 2025 წლის საუკეთესო ნოველების გამოვლენა. არა კი წერალთა სახლის პროექტია. მარათონის ფარგლებში სემინარები და სამუშაო შეხვედრები გაიმართება. პროექტს პროზაიკოსი და დრამატურგი ბაჩო კვირტია ხელმძღვანელობს. არა კი ასე ქვია, წერალთა სახლის მიერ ორგანიზებულ ლიტერატურულ მარათონს, რომელიც 14-16 ნოემბერს გაიმართება კახეთში, შილდაში, ისტორიულ კომპლექს წინაპარში. ეს იქნება ერთგვარი ცოტა არა სტანდარტული ფორმატის ლიტერატურული მარათონი, როდესაც ჩვენს მიერ, წერალთა სახლის მიერ საგანგებოდ შერჩეული 10 ავტორი იმუშავებს ორიგინალურ ნაწარმოებზე. იქ დაიწერება ეს ნაწარმოებები და ამით არის ძალიან საინტერესო. მსგავსი ფორმატია აქამდეც განხორციელებულა საქართველოში და ჩვენ შემთხვევაში უკვე რაღაც განსხვავებული ფორმები და ფორმატიც ექნება ამას, ექნებათ განსაზღვრული დრო, ექნებათ თემა და იმუშავებენ არაჩვეულებრივ გარემოში. 10 ავტორი, რომელიც შეარჩიეს წერალთა სახლმა, არის სპეციალურად საგანგებოდ შერჩეული ჩვენი შეხედულებებით, ჩვენი გემოვნებით შერჩეული ავტორები იმუშავებენ და შემდეგ უკვე ასევე სპეციალურად შერჩეული ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს. ეს არის ერთგვარი აქტივობა, რომელიც კიდევ ერთხელ აძლევს საშუალებას თანამედროვე ავტორებს, რომ შექმნან ორიგინალური ნაწარმოები. ეროვნული აგრარული ოლიმპიადის მეორე ტური დასრულდა. კონკურსი თბილისსა და ქუთაისში ჩატარდა. ეროვნული აგრარული ოლიმპიადა უკვე მეხუთედ იმართება. ორგანიზატორთა განმარტებით პროექტის მიზანია სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მხარდაჭერა, აგროგანათლების პოპულარიზაცია და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება როგორც აგრარულ, ასევე გარემოს დაცვით სფეროში. მიმდინარე წელს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 1000-მდე ადამიანი დარეგისტრირდა. ოლიმპიადის მესამე ტურში გადავიდა 130-მდე კონკურსანტი, საბოლოოდ კი 36 გამარჯვებული
გამოვლინდება. ეროვნული აგრარული ოლიმპიადა არის ერთ-ერთი მასშტაბური ღონისძიება, რომელიც ტარდება უშუალოდ FAO-ს მხარდაჭერით, ახორციელებს მას ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და რა თქმა უნდა ტარდება გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით და გარემოსდაცვითი ინფორმაცია და განათლების ცენტრის უშუალო ჩართულობით. მინდა გითხრათ, რომ ეს არის ღონისძიება ოლიმპიადა, რომელიც მეხუთე წელია ხორციელდება. წელსაც ძალიან აქტიური იყო ინტერაქტივი ჩართულობა დაინტერესებული მხარებისთვის. ესენი არიან ჩვენი დარგის სპეციალისტები, სტუდენტები, აგრარული მომავალი სპეციალისტები, ჩვენი ფერმერები, წარმატებული ფერმერები და სკოლის მოსწავლეები. ვფიქრობ, რომ დღევანდელ დღეს, როდესაც აგრარული პროფესიები არის დეფიციტურ პროფესიებად აღიარებული, ეს არის ის კომპონენტი და ის აქტივობა, რომელიც რეალურად ხელს უწყობს ამ აგრარული სექტორის პოპულარიზაციის, აგრარული განათლების პოპულარიზაციას ჩვენს ქვეყანაში, რომ მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს.